ჯილდა გერგედავას ძიძად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ძიძად სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა. თავდაპირველად ზეპირი ხელშეკრულებით, თუმცა მოგვიანებით წერილობითი ხელშეკრულებით და საქმდადა როგორც თავატყვება, ამის შემდეგ მისი შრომითი უფლებები მეტად გაუმჯობესდა. პირველ წლებში, რა თქმა უნდა, სანამ ეს ხელშეკრულება შეიქმნებოდა და შევქმნიდით ამ ხელშეკრულებას, პირველი წლები ზეპირი ხელშეკრულებით ვიმუშავე და ეს იყო ურთულესი პროცესი. საერთოდ ირღვეოდა ჩემი უფლებები ყველანაირად. არასოდეს არ ვიცოდი, რომელი საათიდან რომელ საათამდე ვიმუშავებდი. ზეგანაკვეთური შრომა მიწევდა. ხმამაღლა ვამბობ, რომ ირღვეოდა მართლა ჩემი უფლებები. შემდეგ, რამოდენიმე ხნის შემდეგ, ისევ ახალ ოჯახში რო დავიწყე, უკვე გქონდა ეს ხელშეკრულება, ჩამოაყალიბა ძიძების ასოციაციამ ეს ხელშეკრულება, რაც ძალიან მიხარია და მახარებს დღესაც მოქმედებს და მუშაობს ეს ხელშეკრულება. აბსოლუტურად ასე მეგონა სულ სხვა სფეროში მოვხვდი. ესე იგი 8 საათი მუშაობდი, როგორც არის წესი, რიგი და კანონი და შრომის კოდექსში, როგორც გვიწერია. აბსოლუტურად ყველა წესი იყო დაცული. თვითონ დამსაქმებელიც ხელს რო აწემს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ყველა წესს და პუნქტს ითვალისწინებს. ასევე მეც ორივე მხარე ვიყავით ძალიან კომფორტულად. საქართველოში ბევრი ძიძაა, ვინც დღესაც ზეპირი ხელშეკრულებით მუშაობს და თავისი შრომითი უფლებების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს. მაგალითად, არ იციან წელიწადში რამდენი დასვენების დღე ეკუთვნით. მათ ნაწილს არც ზეგანაკვეთური შრომა უნაზღაურდება და არც ის იცის ბავშვის მოვლის გარდა კიდევ რაიმე ევალება თუ არა. ხშირია დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევები, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობენ დასაქმებულები, ხშირია შემთხვევები, როდესაც ზეგანაკვეთური შრომა არ ანაზღაურდება, განსაკუთრებით რთულია შემთხვევა, როცა სადღეღამისო დასაქმებასთან გვაქვს საქმე და ანუ დასაქმებული ცხოვრობს დასაქმების ადგილზე, აქ ძალიან რთულია გაიმიჯნოს, სად იწყება შრომა და სად სრულდება შრომა და იწყება დასვენება და ასე შემდეგ. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ამ სფეროში შეთანხმება დიდწილად და ალბათ 99%-ით ეფუძნებოდა მხოლოდ ზეპირ ურთიერთობას, ხო? ზეპირად ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს, გაესაუბრებოდნენ და თანხმდებოდნენ ძირითადზე. ეს ძირითადი შესაძლებელია ყოფილიყო მხოლოდ ხელფასი და დაახლოებით სამუშაო დრო, ხო? რომელიც ვიცით, რომ ზოგადად ზეპირი შეთანხმება ყოველთვის ლავირებადია და ხშირად შეიძლება შეიცვალოს. გამომდინარე იქედან, როგორ იცვლება ოჯახის მდგომარეობა, ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. არადა საქართველოში ძიძებს ხშირად უწევთ ისეთი საქმის კეთება, რომელიც ბავშვის მოვლასთან პირდაპირ კავშირში არაა. იქნება ეს სახლის დალაგება თუ სადილის მომზადება. სამწუხაროდ არის ასეთი ტერმინი ძიძა დამხმარე, რაც ჩვენ არ მოგწონს და ამას ვაპროტესტებთ. ან ერთი საქმე უნდა აკეთოს ადამიანმა და მით უმეტეს ბავშვთან იმხელა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, რომ იქ კიდევ რაღაცა კერძები ამზადო და სახლი დაალაგო, ბავშვი იჩაგრება. აუცილებლად აბალანსებს შრომითი ხელშეკრულება, იმიტომ რომ ცალ-ცალკე პუნქტებია, დამხმარის ხელშეკრულება ცალკე არის. მომვლელის ხელშეკრულებაში სულ სხვა პუნქტებია და სხვა მოცემულობაა, ძიძის ვალდებულებები სხვანაირად არის ყველაფერი გათვლილი. ამიტომ ესეც უნდა იცოდნენ საოჯახო მშრომელებმა, რომ ყველას მომდამხმარე იქნება იმის ვალდებულებები ცალკეა და სხვა საქმე ევალება, ნუ ძიძა. ოჯახში არაფორმალური დასაქმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით დაქირავებულს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. ჩვენ ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია უკვე მეოთხე წელია ვცდილობთ, რომ პროფესიული ცნობიერება გავაჩინოთ ამ მიმართულებით და შეძლებისდაგვარად დავსაზღვროთ შრომა, რომელიც შეიძლება ამ ადამიანებმა შეასრულონ. ეს შრომის დასაზღვრულობა გულისხმობს რას, რომ თუ ადამიანი არის ასე ვთქვათ დაქირავებული ოჯახისგან როგორც ძიძა და ის ასრულებს ძიძის პასუხისმგებლობებს, შეძლებისდაგვარად მას ჩამოშორდეს სხვა ნებისმიერი მიმართულების საქმე, ხო, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტზე სიარული და ყიდვა, საკვების მომზადება, დალაგება და ასე შემდეგ. თუმცა ერთმნიშვნელოვნად პროფესიულად განსაზღვრული დღემდე ეს არ არის. სტატისტიკა საქართველოში ასე ვთქვათ სამუშაო ძალის კვლევიდან გვაქვს მონაცემები და წლიდან წლამდე დიდად არ შეცვლა. დაახლოებით 2023 წლის მონაცემებით 17,000-მდე ოჯახში დასაქმებულია. ჩამონათვალიც არის სპეციალობიც, რომლებიც საკმაოდ ფართოა, ასე ვთქვათ, ძიძებიდან დაწყებული მებაღეები, მძღოლები, შინმასწავლებლები და ასე შემდეგ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2011 წელს მიღებული კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ. ადგილობრივი შრომის კანონმდებლობა ოჯახში დასაქმების ცნებას არ იცნობს და ამ დრომდე არც სასამართლოს უმსჯელია, წარმოადგენს თუ არა ოჯახში ასეთი ფორმით დასაქმება შრომითი კანონებით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობას. საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში ახლა არის ფორმალიზაციისკენ მიმართული, განსაკუთრებით მას მერე, რაც ეს 2011 წელს 199 კონვენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იქნა მიღებული და საქართველოში ჩვენ ამასაც უწევთ ადვოკატირებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კონვენციის რატიფიცირება, ასე ვთქვათ და ამას შეიძლება მოჰყოს სწორად ის პროცესი, რაზეც ვამბობდი, რომ რომელიმე აქტით, ან არსებული კანონმდებლობით, ან დამატებითი საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს ოჯახში დასაქმებულების უფლებები, მაგრამ ძალიან საინტერესო დამატებითი საშუალებები აქვთ, რითაც უწყობენ ამ უფლებების რეალიზაციას, იმიტომ რომ მარტო კანონმდებლობით განსაზღვრა არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის ზომებში ჩართულობა ოჯახში დასაქმებულების. საქართველოში ძალიან ბევრი ესეთი ზომა არ არის, ხო, რომელიც დასაქმებაზეა მიბმული. სოციალური ზომები ძირითადად საჭიროებაზეა მიბმული, ასე ვთქვათ, მაგრამ არის მაგალითად დაგროვებითი პენსია, რითიც ოჯახში დასაქმებულები ვერაფრით არ ისარგებლებენ და ასეთი ზომების არსებობა, რომელიც დასაქმებაზეა მიბმული, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია უმუშევრობის კომპენსაცია გარკვეული პერიოდის მანძილზე, ხელს შეუწყობდა და თვითონ ოჯახში დასაქმებულებს ექნებოდათ, ასე ვთქვათ, სურვილი იმისა, რომ ფორმალურად ექციათ თავისი შრომა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად 2023 წლის მდგომარეობით საქართველოში 17,000 ადამიანი ეწევა შრომას, რომელიც ოჯახში ანაზღაურებად დასაქმებას გულისხმობს. ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალები არიან. ანა ალელიშვილი, ევრონიუს ჯორჯია.